მომშვიდობისა, მოგესალმებით ყველას. განაპირებისაებრ მოკლედ ვაგრძელებთ საუბარს სულიერი კანონის შესახებ წმინდა მარკოს მარხველის მიხედვით და როგორც დაგპირდით, დავიწყებთ ტექსტის კითხვას და წაკითხული ტექსტს მივყვებით და ნელ-ნელა მოკლედ შევეცდებით, რომ შეძლებს და გვარად, როგორც ღმერთი მოგცემს ამის მოკლედ ძალას, რომ ვისაუბრო და განმარტოთ ესა თუ ის სულიერი კანონი, რომელზეც გვესაუბრება წმინდა მარკოს მარხველი. წინა საუბარზე პირველი მუხლი წავიკითხეთ, რომ ესე იყო, რომ უპირველესად ვიცით, რომ ღმერთია ყოველი სიკეთის დასაბამიც, შუაც და დასასრულიც, ხოლო სიკეთე შეუძლებელია კაცმა განახორციელოს ან იწამოს თუ არა იესო ქრისტესა და სულისა წმინდისა მიერ. მეორე მუხლსაც წავიკითხავ და ეხლა გეტყვით, რა არის მნიშვნელოვანი, როდესაც სულიერ კანონზე ვიწყებთ საუბარს და როდესაც სულიერ ცხოვრებას ვიწყებთ, რა არის მნიშვნელოვანი პირველი რომ ვიცოდეთ. ანუ რა ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რა გზას ვადგებით ზოგადად, ხო? შემდეგი მუხლი წავიკითხოთ და შემდეგ მცირეოდენი ვისაუბროთ. ყველა სიკეთე უფლისგან გვენიჭება. ვისაც ასე სწამს, ის უფლის მიერ სიკეთეებს არ დაკარგავს. პირველი გზა და პირველი ნაბიჯები სულიერ ცხოვრებაში უნდა ვიცოდეთ, რომ არის საკუთარი ნების უარყოფა. ანუ ჩვენ ყველას გვაქვს გარკვეული, ესე რომ ვთქვათ, წარმოდგენები. გარკვეული წარმოდგენები გვაქვს სარწმუნოებაზე, წარმოდგენები გვაქვს რა გვაქვს და რა გვჭირდება, რა გვინდა და გარკვეული მიზნები გვაქვს. ამ მიზნების მისაღწევად გვაქვს დასახული რაღაცა გზები. და მოკლედ ცხოვრობთ ადამიანები, ესე რომ ვთქვათ, ამ წუთის სოფელში, ამ წუთის სოფლის გარკვეული სულისკვეთებით, ხო? და როდესაც მოვედით ეკლესიაში და ქრისტეს გზას შევუდექით, ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე ძალიან ბევრი, რომ ამ დროს სულის გამოცოცხლება ხდება. ანუ სულიერი ცხოვრება ნიშნავს, რომ როგორც თქვა, ჩვენს ფიზიკურობას, ჩვენს სხვადასხვა კანონები ვთქვით ჩვენ, ხო, ფიზიკურ, ბიოლოგიურ, ფსიქიკურ და ზნეობრივ კანონებში ცხოვრების მიღმა. ანუ მივხვდით, რომ სულიერი კანონიც არსებობს და დავიწყეთ ამ სულიერი კანონის ძიება, შემეცნება და მერე მისი აღსრულება. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სფერო ჩვენთვის არის თავისთავად, ესე რომ ვთქვათ, არ ვიცით ეს სფერო ჩვენ, უცნობია ეს სფერო. და მნიშვნელოვანია პირველი, რაც უნდა გააკეთოს ქრისტიანობის მაძიებელმა ადამიანმა, ანუ სულიერი ცხოვრების მაძიებელმა ადამიანმა, პირველი რაც უნდა გააკეთოს, ეს არის, რომ საკუთარ აზრებს და საკუთარ თავს არენდოს. საკუთარი თავისადმი უნდობლობა უნდა ჩამოუყალიბდეს, საკუთარი აზრებისადმი. ეს არის ჩვენი ეგოიზმის დაძლევა. ანუ საკუთარი აპარტავნების დაძლევა და საკუთარი ეგოიზმის დაძლევა. თუ ჩვენ ამ გზას არ დავადექით, თუ ჩვენ ღმერთს იყავ ნება შენი, იყოს ნება ჩემი კი არა, იყავ ნება შენი, უნდა შევიდეთ სულიერი კანონით, უნდა მივიდეთ ღმერთთან, რომელსაც ესე პირისპირ ვეთქვით, რომ უფალო იყოს ნება შენი. მთელი ჩემი ცხოვრება იყოს შენი ნება. და ეს არის ყველაზე რთული ნაბიჯი. ძალიან რთული ნაბიჯია. ადამიანები ხშირ შემთხვევაში ეკლესიაში შეიძლება ბერდებიან, მათ შორის სამდელო პირებიც ვხდებით ჩვენ და საკუთარი ნების უარყოფას ვერ ვსწავლობთ. მაგალითად, ვინმემ რომ რამე გვასწავლოს, ან ვინმემ რომ რაღაცა გვითხრას, ვინმემ რომ რაღაცა დაგვარიგოს, ძნელად იღებს ადამიანი. შეიძლება ზნეობრივი იყოს ადამიანი და მოსმენა ისწავლოს. მოусმინოს, მაგრამ ვერ იღებს ამას, იმიტომ რომ ადამიანს გააჩნია საკუთარი აზრი და საკუთარი, ესე რომ ვთქვათ, საკუთარი თავზეა მეტად და მეტად მინდობილი. პირველი სულიერი ნაბიჯი არის საკუთარი თავისადმი უნდობლობა და როგორც თქვენ, ყველა სიკეთე უფლისგან გვენიჭება.
აი აქ ჩემმა სულმა რაღაც მოძრაობა უნდა გააკეთოს. ანუ მე რაც არ უნდა გავაკეთო, ესე რომ ვთქვა, როგორც პირველი და მეორე მუხლები რაც გქონდა, რაც არ უნდა გავაკეთო მე, ანუ ყველაფერი მაინც უფლისგან გვენიჭება, უფალმა უნდა მოგწეს. ანუ ღვთის მოწყალებით არის ეს სამყარო და ღვთის მოწყალებით თუ დგევარ მეც. ანუ თუ ეს ნაბიჯი არ გადადგა ადამიანმა ზოგადად, ხო? მაშინ იცოდეთ, რომ სულიერი ცხოვრების დასაწყის აზრი არ აქვს. ანუ ეს ნაბიჯი პირველი თუ არ გადაიდგა, მაშინ აზრი არ აქვს დანარჩენს. საკუთარი ნების უარყოფა თუ არ ისწავლა ადამიანმა, აი პატრიარქი იძახის ხოლმე ხშირად, რომ დამღუპელია ადამიანისთვის კატეგორიული აზროვნება. კატეგორიული აზროვნება ზუსტად ეს არის, როდესაც ადამიანი დარწმუნებულია საკუთარ თავში, რომ რასაც ის ფიქრობს, როგორც ეს უყურებს, ეს არის ყველაზე, ესე რომ ვთქვათ, მართალი. აი ნახეთ როგორ რაღაცა ესეთ სიტყვები მინდა გითხრათ, რომ გაცილებით ადვილია მოხვიდე ეკლესიაში, მაგრამ გაცილებით ძნელია დარჩე ეკლესიაში ადამიანი. და რატომ არის ძნელი? იმიტომ არის ძნელი, რომ პირველი რასაც აწყდები ადამიანის სულიერ ცხოვრებაში, ეს არის საკუთარი ნების უარყოფა და საკუთარი წარმოდგენებისა, თუნდაც სარწმუნოებრივი წარმოდგენების უარყოფა. და მათი გადამოწმება, ანუ მზაობა იმისა, რომ ეს ჩემი ფიქრები და აზრები გადამოწმდეს წმინდა წერილითა და ეკლესიის მამათა გამოცდილების შუქზე და ფონზე. თუ ამის ნაბიჯი არ გადადგა ადამიანმა და ნახეთ როგორ არის, ეს ისე კი არ არის ან მინდა ან არ მინდა. ეს აუცილებელი არის. ანუ თუ ადამიანი ქრისტეს გზას დაადგება, თუ კი ადამიანი სასუფევის გზას დაადგება და თუ კი ადამიანი ესე რომ ვთქვათ, ჯვარცმის გზას, გოლგოთის გზას დაადგება, პირველი და მთავარი რაც არის, ეს არის საკუთარი ნების უარყოფა. აი მაცხოვარმა ეს გზა მამის მორჩილებით განულა. მამის მორჩილი იყო, ხო? ანუ არა როგორც მემნებავს, არამედ როგორც შეენგნებავს. ეს რა თქმა უნდა არა მამას მიმართავს, მაგრამ ამითი ჩვენ გვასწავლის სულიერ ცხოვრებას. იმიტომ რომ ნება ყოვლადწმინდა სამებაში ერთია, რაც ნებავს მამას, ის ნებავს ძეს და ის ნებავს სულიწმინდას. მაგრამ ამითი ჩვენ გვასწავლის სულიერი ცხოვრება როგორ უნდა გავიაროთ, რომ თვითონაც კი განკაცებული ღმერთიც კი ეუნება მამას, რომ მამა, ანუ მორჩილია მამისა, არა როგორც მემნებავს, აი გეცემანის ბაღში რო ლოცვა არის, უფალო ამაცილეს ასმისი ესე. მაგრამ არა როგორც მემნებავს, არამედ როგორც შეენგნებავს. აი იქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა, ქრისტიანმა ადამიანმა, ვისაც აქვს იმის სურვილი, რომ ქრისტეს შეუდგეს და სულიერი ცხოვრება დაიწყოს, საკუთარი ნების უარყოფა უნდა ისწავლოს. ანუ ღმერთს უნდა შეეცადოს უთხრას, რომ უფალო იყოს ნება შენი, აი მამაუჩვენოს რომ კითხულობს, მამაუჩვენო გააზრებულად წაიკითხოს და იყოს, ხო? მოვედინს სუფევა შენი და იყავ ნება შენი. აი ეს არის უმთავრესი ნაბიჯი სულიერ ცხოვრებაზე. და აბა ეხლა გადავხედოთ ყველამ ჩვენი ფიქრებს და აზროვნებას, აი თუნდაც სოციალურ ქსელში რო არის ხოლმე, როდესაც ჩვენ ერთმანეთთან საუბრობთ, ან სულიერ საკითხებზე, ან თუნდაც უბრალო საკითხებზე, ან ოჯახში როდესაც ვლაპარაკობთ რამეზე, როგორი კატეგორიული აზროვნება გვახასიათებს. ეს გადახედეთ საზოგადოების სულისკვეთებას და სამყაროს სულისკვეთებას, წუთი სოფლის სულისკვეთებას, როგორი რას იძახის ის? ყველა მართალია, ყველა მიცის, ყველამ კარგად იცის, ყველამ ანუ ისე იგი მისი სიმართლე არის უთხოვარი. ამიტომ არის ადამიანები შემდეგ უპირისპირდებიან ერთმანეთს და ადამიანები მოკლედ ესე რომ ვთქვათ შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს და ისე იგი ძალიან დიდად კენენ გულს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პირველი ნაბიჯი, რომ დავიმახსოვროთ. მარკოს მარხველი გვეუბნება ასეთ რაღაცას, ამ სიტყვებით, რომ ყოველივე სიკეთე უფლისაგან გვენიჭება. ყოველივე, რასაც ჩვენ სულიერ ცხოვრებაში შემდეგ სიკეთეს გავაკეთებთ, თუ რაც იქნება, ეს ყოველივე არის ღვთის მოწყალება და ღვთის წყალობა, ღვთის საჩუქარი არის. სხვა შემთხვევაში, თუ კი ადამიანი მაინც საკუთარ ნებაზე და საკუთარ მე გეტყვით რა არის სინერგია, როდესაც საღვთო ნება და ადამიანის ნება შემდეგ ვლინდება ჩვენ ცხოვრებაში, ამაზეც ვისაუბრებ, ახლა მოგვიანებით ცოტა.
ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას ვიაზრებდეთ, რომ სულიერი ცხოვრების დასაწყისი ეს არის საკუთარი ნების უარყოფა. მონაზვნური ცხოვრება არის, რომ იცოდეთ, ამის ყველაზე ესე რომ ვთქვათ, დამაგვირგვინებელი ნაწილი. აი მონაზონი ყველაფერში ნებას უარყოფს, ანუ საკუთარ ნებას უარყოფს თლიანად და მოძღვრის, ანუ წინამძღვრის, მოძღვრის, ესე რომ ვეძახით, აი ბერები, რო იცოდეთ ესეც რომ ბერი ეს არის როგორც ბერძნული გერონდა და რუსული სტარეცი. დანარჩენი ყველა მონაზვნები არიან, კაციც და ქალიც, მაგრამ ბერი არის ადამიანი, რომელიც არის უკვე საკუთარი სულიერი ცხოვრებით გამოცდილი ადამიანი. ანუ აი სტარეცს რო ეძახიან, თქვენთვის უბრალოდ ალბათ ეს უფრო ყურში მოხვედრიათ ასეთი რაღაც. ანუ ავიღოთ, ხო? ბერძნული გერონდა, რუსული სტარეცი და ქართული ბერი, ესე რომ ვთქვათ, ეს არის სამივე ერთი მნიშვნელობის და ბერი ეს ნიშნავდა ადამიანს, რომელიც აი უხუცესი, ანუ ბერი ეს ნიშნავდა ადამიანს, რომელსაც სულიერი გამოცდილება ჰქონდა, სულიერი ნიჭები ჰქონდა, სულიერი გარკვეული გზა ჰქონდა, გავლილი და გამოცდილება გააჩნდა ამ სულიერ ცხოვრებაში. ამიტომ ის ადამიანი შეიძლება სულაც არ ყოფილიყო სამღვდელო პირი. აი მონასტერში მაგალითად დღესაც ათონზე არიან, ისე იგი მონაზვნები, რომელსაც გერონდებს ეძახიან და მათგან არ არის ბევრი, ისე იგი სამღვდელო ხარისხის მქონე. მაგრამ იმდენი ხანია მონასტერში არიან და სულიერად იმდენად გამბრძნობილები არიან, რომ ამ ადამიანებთან მიდიან და განა აღსარებას ეუნებიან, ნუ ზოგ შემთხვევაში სულიერ ბრძოლებს ეუნებიან, ანუ ფიქრების განდობა, ანუ საუბარი სულიერ საკითხებზე მათთან მიდიან, მაგრამ რა თქმა უნდა, შენდობის ლოცვის წასაკითხად და ამ ისე იგი ესე რომ ვთქვათ, კანონიკური წესის აღსასრულებლად უკვე მიდიან კანონიკურად ხელდასხმულ სამღვდელო პირთან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ პირველი ნაბიჯი სულიერი ცხოვრებისა ეს არის საკუთარი ნების უარყოფა. ამიტომ ხშირად არიან ხოლმე ადამიანები ერთშიც რო იძახიან, რომ აი ნების უარყოფა ეს მონაზონთა საქმეა, რა თქმა უნდა. მონაზვნები არიან ადამიანები კიდევ ვიმეორებ, რომელთაც აქ როდესაც ნების უარყოფა დაიწყეს, როდესაც საკუთარი ნების უარყოფა აქ დაიწყეს და უკვე მიხვდნენ, რომ ამ წუთის აი ამ ერის საერო ცხოვრებაში, ესე რომ ვთქვათ, კეთილ ცხოვრებაში, ცუდ ცხოვრებას არ გულისხმობდნენ, უკვე უფრო უმეტესის ძიების სურვილი გაუჩნდათ, რათა უმეტესი, უფრო მეტად და ისე იგი მეტად შეიზღუდონ საკუთარი თავისუფლება, მეტად საკუთარ ნების წინააღმდეგ წავიდნენ, უკვე ესეთი ადამიანები იცვლიან ცხოვრების წესს და გადადიან უკვე საცხოვრებელათაც და სამოღვაწეოთაც უკვე ისეთ ადგილებში, სადაც აი ამ მათი ჩანაფიქრის, საკუთარი ნების უარყოფის და ღვთის ნების შემეცნებისა და მისი მორჩილების, ისე იგი განხორციელება არის მეტად შესაძლებელი. ამიტომ საერო ცხოვრებაში სულიერი ცხოვრება ერთია. შეიძლება რა თქმა უნდა საერო ცხოვრებაში საკუთარი ნების უარყოფა, ესე ბოლომდე უარყოფა შეუძლებელი იყოს, იმიტომ რომ ადამიანები არიან, თქვათ, მამა არის, ხო, ოჯახის წევრები არიან, იმიტომ რომ გარკვეული პასუხისგებლობები ადებთ მათ საკუთარ თავზე, ამიტომაც საკუთარი ნების ესე პირდაპირ უარყოფა, რომ ყოველთვის ვიკითხო რა გავაკეთო, ესე არ გამოდის. ამიტომ მე ვიტყვი, რომ გაცილებით უფრო რთულია ადამიანმა ერთ შეეძებო საღვთო ნება და ერთ შეეძებო საკუთარი ნების, ანუ სად უნდა უარყო ადამიანმა საკუთარი ნება და სად საკუთარი ნება კი არა და საკუთარი ნაბიჯები გადადგა ადამიანმა, სწორი ნაბიჯები, აი ეს უფრო გაცილებით რთულია. მაგრამ სამონაზვნო ცხოვრება სხვა სიმძიმე აქვს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იქ სრული უარყოფა ხდება საკუთარი ნებისა. აი, როდესაც ჩვენ მონაზონ ადამიანებთან შეხვედრა გვაქვს, პირველი რაც შეიძლება რომ დაინახო და შეაფასო მონაზონში, ეს არის რამდენად მას აქვს საკუთარი ნება უარყოფილი. რამდენად თვითნებურად არ იქცევა ადამიანი. აი ხშირად საუბარშიც ემჩნევა ხოლმე ადამიანს, რომ აი ისე იგი საუბრობს, რომ აი ნაკლებ საუბრობს, რომ შეეკითხები რაღაცას, მაგრამ რომც გესაუბრება ძალიან დაფიქრებულად, გესაუბრება წმინდა მამათა გამოცდილებიდან და ძალიან ფრთხილი არის ადამიანი, იმიტომ რომ საკუთარი ნებით არ უნდა ადამიანმა რაიმე თქვას და რაიმე, ესე იგი, სწავლება
მისცეს ვინმეს, იმიტომ რომ ეშინია მასაც იმისა, რომ ვინმე არასწორ გზაზე არ დააყენოს. რა თქმა უნდა, ეს როგორც მონაზვნებზე, ასევე ჩვენზე სამღვდელო პირებზეც ვრცელდება საბოლოო ჯამში. ამიტომ მინდა პირველი ნაწილი, ისე იგი, რაზეც ახლა ვისაუბრეთ, მეტ-ნაკლებად, ისე იგი, პირველი ნაბიჯი ეს არის ერშიც და ბერში უკვე სრულყოფა ხდება ამისი, ჩვენ ისე იგი საკუთარი ნების უარყოფაზე უნდა ვიფიქროთ. ეხლა რაც შეეხება 4 ნაწილი არის, ნახეთ, 4 ნაწილისგან შედგება, 4 საშუალება არსებობს საკუთარი ნების უარყოფისა და მინდა ეს 4-ვე ნაწილი მოკლედ რაღაცნაირად გაგანდოთ, გაგაცნოთ და ეს ნაწილები ამაზე საუბრობს წმინდა ნიკოდიმოს თაწმინდელი თავის აი საოცარ ნაშრომში, ეს ნაშრომიც აუცილებლად ვინც შეძლებთ, ისე იგი იყიდე და გაეცანით, რა თქმა უნდა, პირველ ჯერზე ცოტა რთული იქნება, იმიტომ რომ უფრო მონაზონთათვის არის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თქვენთვისაც რაიმე სასარგებლოს აუცილებლად იპოვით ამაზე, ეს არის უხილავი ბრძოლა წმინდა ნიკოდიმოს თაწმინდელის. ეს წიგნიც მე ვიყავი ამას წინათ ალილოში და ახალი გამოცემა არის, ანუ ახლიდან, ახალი ტირაჟით გამოიცა და თუ თქვენ დაინტერესდებით ამით, მოკლედ აუცილებლად შეძლებთ ამის შეძენას. მოკლედ თუ ვინმეს დახმარება დაგჭირდება წიგნის შესაძენად, მოგმართეთ და ვისაც შეიძლება თანხა არ გქონდეთ რაღაცა და რითიც შევეძლებით, მოკლედ შევეცდებით რომ დაგეხმაროთ. თუ არა, ერთმანეთსაც შეგიძლიათ დაეხმაროთ, როდესაც თქვენ გაეცნობით, ვინმეს ათხოვოთ და ასე შემდეგ. ანუ 4 საშუალება, რომელზეც წმინდა ნიკოდიმოს თაწმინდელი საუბრობს, ეს არის პირველი საშუალება არის, რომ აი ესეთ რაღაცას ახლა ძალიან რთული განსახორციელებელია, რა თქმა უნდა, მონაზვნებისა არის, მაგრამ საკუთარი დაცემული ბუნების და საკუთარი არარაობის შემეცნება უნდა ისწავლო ადამიანმა. აი როგორ გითხრათ, იცი, როდესაც ადამიანს რაღაცა გონია მაინც საკუთარი თავი, რომ აი რაღაცას წარმოადგენ და შენი თავი ეკლესიაში დანახული გაქვს, შენივე თქვათ საზოგადოებაში რა, ესე რომ ვთქვათ, რა სოციალურ ფენასე ეკუთვნი, ან რა განათლება გაგაჩნია, საერო განათლებას ვიძახი, ან რამე თანამდებობა გაგაჩნია, ან რაღაცა პატივი გაგაჩნია, ან ადამიანს ფული გაქვს და ძალაუფლება გაგაჩნია, ანუ ისე იგი, რაც არ უნდა იყვე, რა წარმოდგენაც არ გინდა გქონდეს ადამიანს საკუთარ თავზე, რა წარმოდგენაც არ უნდა გქონდეს ადამიანს, ეკლესიაში შემოსვლის დროს, აი როგორც იაკობ მოციქული იძახის, ზუსტად ამაზე საუბრობს, წმინდა იაკობ მოციქულის ეპისტოლე, კათოლიკე ეპისტოლე გაეცანით და წაიკითხეთ, ანუ ეკლესიაში როდესაც შემოდის რომ მდიდარი ადამიანიო, თვალთმაქცურად არ უნდა მოიქცე და დაპატიჟო, მოდით აქ დაბრძანდითო და ვინმე ისეთი ღარიბი რო შემოვა, იმას ეტყვიან ხოლმე, რომ აი მანდ ვედაჯექი სადმეო და აი აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიაში და ქრისტესთვის რასთავარია, ყველანი ვართ ერთნი. ყველანი ვართ ერთნი, ყველა ქრისტეს უყვარს ყველა და ყველა ადამიანის ცხონება სურს, რომელსაც ანებას ყოველთა კაცთა ცხონება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისას ამოსვლა. ამიტომ ვინც არ უნდა გინდა იყო ადამიანი, რასაც არ უნდა წარმოადგენდე, რაც ერში გულისხმობ, რასაც აი რა ჩინი და მენდლები არ უნდა გქონდეს, რა ხარისხსაც არ უნდა ატარებდე, ვინც არ გინდა იყო. პირველი ნაბიჯი, როდესაც შემოდიხარ, უნდა ჩათვალო, რომ შეიმეცნო საკუთარი თავი და ფიქრი დაიწყო, რომ მე აი ამ სივრცეში, სადაც მოვედი, არავინ არა ვარ, არაფერი არა ვარ. ღვთის წინაშე მე არაფერი არა ვარ, ღმერთი წმინდაა, ყოვლადძლიერია, ყოვლის პრობელია, ღმერთი, ანუ აქ მოვედი ისეთ სიწმინდეში, რომ ჩემი თავი, როდესაც ამასთან შევადარე, მე არავინ და არაფერი არა ვარ. აქ გაგახსენებ ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს ერთი იმისა, რომ გაიხსენეთ, როდესაც პირველად იმოვედით ჩვენ ტაძარში, შენ შემთხვევაში ასეც ვიყავით. აი თუ კი კადნიერები არ ვიყავით ერშიც და ცოტაოდენი თამდაბლობა ან აღზრდა მაინც გაგვაჩნდა, აი ოჯახისეული აღზრდა გაგვაჩნდა, ასეთ ადამიანებს ეტყობათ ხოლმე პირველად რომ შედიან ტაძარში, აი რაღაცა მოკრძალებულები არიან, რაღაცა ცდილობენ რომ არავის არ შეუშალონ ხელი, მსახურება იქნება თუ ადამიანები, რომლებიც იქ არიან გარკვეული ესეთი მოგრძალება გვახასიათებს. გაიხსენეთ პირველი აღსარება, როდესაც ვიდა, აი პირველი ნაბიჯები ეკლესიაში გაიხსენეთ და მიხვდებით, აი ის იყო ძალიან ნამდვილი. აი ნამდვილი, როდესაც ჩვენ შევიმეცნეთ, აი პირველ აღსარებაზე რომ მივედით და აი რა განცდა რო ქონდა ჩვენი არარაობისა, განცდა რო ქონდა ჩვენი დაცემულობისა, აი პირველი ნაწილი სულიერი ცხოვრების, ახლა მე რა მინდა გითხრათ, იცით?
თუნდაც რომ პირველად არ მიდიოდეთ ტაძარში და დღეს თუ თქვენ ტაძარში შედიხართ კადნიერად, მიუხედავად იმისა, რომ 20 და 30 წელი ეკლესიაში ხარ, მათ შორის მე სასულიერო პირი და ყველანი აი გაიხსენეთ როგორები შევდივართ ხოლმე ხშირად, ეგონია შენ სახლში შედიხარ და თუ კი შენ ფიქრობ რომ უკვე დაკარგე ეს მოკრძალება სიწმინდისადმი, დაკარგე მოკრძალება აი იმ სივრცისადმი, რომელშიც შედიხარ და ღმერთს ვეღარ ხედავ სინამდვილეში ეკლესიაში რომ შედიხარ, არამედ უბრალოდ იმ გარემოს ხედავ მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა, რომელიც ჩვენთვის ნაცნობია და რომელიც ჩვენთვის უკვე თითქოს მშობლიური ახდა და საკურთხევლის მიმართ, ტრაპეზის მიმართ, ხატების მიმართ, ანუ თუ კი შენ სასუფეველის წინაშე არ მიდიხარ და ქრისტეს წინაშე არ აყენებ საკუთარ თავს, მიუხედავად იმისა, კიდე გეუბნები, რა ხარისხიც არ უნდა გქონდეს, მაღალი, დაბალი, გინდაც ეპისკოპოსი იყავი, გინდაც მღვდელი იყავი, მონაზონი იყავი, რავი, დიაკონი იყავი, ისე იგი მედავითნე, სტიქაროსანი, მრევლი უბრალო, ანუ ეს მოკრძალება ყველას ერთიანად მოგვეთხოვება, ვინც ეკლესიაში მიდივართ, იმიტომ რომ ჩვენ ყოვლად წმინდა სამების წინაშე ვდგებით, ანუ ღმერთის, ყოვლის მყრობელი ღმერთის წინაშე წავსდგებით და არა უბრალოდ იმ სივრცეში მიდივართ, რომელ სივრცეში ჩვენ უკვე რაღაცა კიდევ ვიძახი შეჩვეულები ვარ და თითქოს გაგვიუბრალო და იქ მისვლა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის სულიერი ცხოვრება არ არის სტაჟზე დამოკიდებული, ხო, ამდენი ხანია დავდივარ, იმდენი ხანი დავდივარ, მით უმეტეს თუ მაგდენი ხანია დადიხარ და ამას ვერ მიხვდი, ეს უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ის, რომ ადამიანი პირველად რომელიც მოვიდა ტაძარში. ხშირად არის ხოლმე დიდი ხნის მრევლმა იციან ხოლმე ესეთი, აი რაღაცა თითქოს სიტუაციას ეკლესიაში, აი სათავისოდ თითქოს მოირგებენ იქ, ისე იგი ტაძარში ადგილები აქვთ ხოლმე, რომელიც უკვე მათია და რაღაცა, ну მოკლედ კიდევ ვიძახი, ეს ყველაფერი შესაძლებელია და დასაშვებია, რომ ადამიანმა შეეჩვიო ერთ ადგილზე დგომას ტაძარში, რა თქმა უნდა, მაგრამ ოდესაც ეს კადნიერებით კეთდება, ეს უკვე არის სულიერი ცხოვრებისგან გადახვევა უკან. ამიტომ გვახსოვდეს, რაც არ უნდა წლები გადიოდეს, სულიერი ცხოვრება უკან მოდის და ადამიანი კვდება სულიერად, როდესაც კარგავს აი ამ მოკრძალებას. მე ჩემ თავზე ვიძახი, ხშირად ისე ისე იგი გამიუბრალოვდება ხოლმე ხან აი რაღაცის გამო, ისე იგი უცბად, ისე იგი ეკლესიაში მისვლა მომიწევს ხოლმე ტაძარში შესვლა და ისე სწრაფად შევაბიჯებ ხოლმე მოუკე, ისე იგი უკრძალველად საკურთხეველში შესვარ და ნუ მოკლედ ამაზე ღვთის წინაშე შენდობას ვითხოვ დღევანდელ დღესაც და მოკლედ ზოგადად თქვენს წინაშეც, ყველა ადამიანის წინაშე და ყველა ამის გამო ღვთის წინაშე შენდობა უნდა ვითხოვოთ და აი ამ საუბრის მერე მით უმეტეს თუ კი მოვისმენთ, აი უნდა გქონდეს ესეთი რაღაცა, რომ ოდესაც ტაძარში შევდივართ, ტაძარში ჩვენი სულიერი მდგომარეობა წარმოჩინდება და რასაც გვეუბნება მოკლედ წმინდა ისე იგი ნიკოდიმოს დაწმინდელი ეს არის, რომ საკუთარი თავის არარაობა, ანუ არარაობა რა ღვთის წინაშე რო და იქ ნუყურებ შენ ვის წინაშე ვინ ხარ, მე შეიძლება აი თქვა მღვდელი ვარ და ვიღაცა თქვენთაგანის წინაშე უფრო მაღლად წარმოვჩინდე, ხო, რაღაცა ხარისხით მეტი ვარ, რაღაცა, მაგრამ მე უნდა ვიცოდე, რომ ტაძარში არ მოდივარ მე პირველ რიგში თქვენთან, მე ისე იგი ყოვლადწმინდა სამების წინაშე და ამ ხატები რო კიდე ამ დიდი წმინდანების წინაშე უნდა წავსდგე და ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე აი ეს ჩემი არარაობა იქაც უნდა მქონდეს გააზრებული, ანუ მეც როგორც ღვთელს. ამიტომ ყველა ერთნი ვართ და ეს არარაობის განცდა უნდა მქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამიტომ სულიერი ცხოვრება. პირველად იმოდიხარ თუ შემდეგ ეხლა ვიწყებთ ჩვენ ამაზე ფიქრს ზოგადად, აი ვინც ისმენს ეხლა, ვინც ამაზე ვიწყებთ ფიქრს, უნდა ვიცოდეთ, რომ ამაში გამოიხატება. ამაში, პირველ რიგში ამაში გამოიხატება და რა თქმა უნდა, უკვე ეს მერე ეს ისწავლება უფრო სიღრმისეულად გადადის და ადამიანი ასეთი მოკრძალებული ხდები ყველგან სამსახურში თუ ოჯახში თუ ყველგან ხდები ასეთი მოკრძალებული, რატომ? იმიტომ რომ შენთვის ღმერთი ყველგან არის. აღარ არის მარტო ტაძარში, არამედ ყველგან არის. ის გულით და გაქვს ეს ღმერთი, გულში არის შენი ღმერთი და სადაც არ გინდა მიხვიდე, ყველგან განიცდი ღვთის წინაშე საკუთარ არარაობას. ანუ ეს არარაობა, ანუ ყველაზე ნახეთ, ყველაზე მძიმეა დღეს როგორი ამპარტავანია ადამიანი, ხო, დღეს როგორი ადამიანი, როგორი ისეთი აი საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს და რაღაც და წარმოიდგინე როგორი გასატეხია, ხო, ეს რაღაცა, რომ თქვა ადამიანმა, რომ მე არაფერი არა ვარ, აი არაფერი არა ვარ
ღვთის წინაშე პირველ რიგში. რა თქმა უნდა, მე ისწავლი ადამიანი, როდესაც ისწავლი ღვთის წინაშე შერაცხო საკუთარი თავი რაღაცა ნაკლებად, დაცემულად, არარაობად, მაშინ მე ადამიანების წინაშე შეეჩვევი, აი თამდაბლობას შეეჩვევი. აი როგორ გითხრათ, იცით, ადამიანებისადმი უფრო აი თავის დადრეკას ისწავლი, ბოდიშის მოხდას ისწავლი, შენდობის თხოვნას ისწავლი, რაღაცა მართლა აი სულიერი იქნება შენი დამოკიდებულება ადამიანებისადმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მერე და მერე ისწავლება. მაგრამ ვის წინაშე ჩვენ, რა თქმა უნდა, აი შევრაცხოთ არარაობა თავი, აბარანი ვარ, არარაობი არა ვარ ღვთის წინაშე, ანუ რას ვატარებთ გულით, საკუთარ თავში ჩაიხედეთ რანი ვარ და ღმერთი ვინ არის, ყოვლადწმინდა და ყოვლის მყრობელი, ვის წინაშე მოვდივარ და რა თქმა უნდა, აი ეს მუდმივად უნდა გვახსოვდეს ჩვენ. მით უმეტეს, როდესაც ეკლესიის წიაღში მივდივარ და როდესაც ტაძარში მივდივარ, როდესაც ეკლესიად ვიკრიბებით, როდესაც ღმერთთან შესახვედრად მივდივართ. ანუ მინდა გითხრათ, ღმერთს ვერ შეხვდება ადამიანი, ანუ სულით ადამიანი ღმერთს ვერ შეხვდება და მადლი სულიწმინდისა არ მოვა, თუ კი ადამიანი აი ამ ნეტარიყვნენ გლახაკნის სულით არამე თუ მათი ასე სულის სიგლახაკეს, ანუ დაგლახაკება სულის, ანუ საკუთარი სულის და ღვთის წინაშე ადამიან ჩემი პიროვნების არარაობას არ შევიმეცნებ ადამიანი. პირველი ნაბიჯი, ანუ ეს არის, ანუ ადამიანმა შერაცხო საკუთარი თავი ღვთის წინაშე არარაობად. მეორე საშუალება ეს არის, ადამიანს უჩნდება ამ დროს, აი, როდესაც შენ ასეთად ხედავ საკუთარ თავს, აუცილებლად იბადება საშველის თხოვნა, აი თხოვნა მომინდება, რომ უფალო მიშველე, შემეწი. ანუ ამის თქმა უნდა შეეძლოს და ეს, აი როგორც ნიკოდიმოს დაწმინდელი იძახის, ეს არის ხურვალე ლოცვა, თხოვნა, შეწევნის თხოვნა, ანუ ხურვალე ლოცვა, ეს არის, რომელიც მე რაღაცა პერიოდის მერე ლოცვას სწავლობთ. აი ხშირად არის ხოლმე ადამიანი პირველი რო ტაძარში მოვა, ეუნებია რომ აი ლოცვა დაიწყე, ხო? ვერ ხვდება ადამიანი რა ლოცვა უნდა დავიწყო, აი რას ქვია ხე ეს ავიღო და წავიკითხო, ეს ლოცვა არა. აი ეს არის ასახსნელი, რომ პირველი ადამიანმა უნდა შერაცხო საკუთარი თავი, ისე იგი გლახაკად, სულით გლახაკად, დაცემულად, არარაობად შევრაცხე ღვთის წინაშე საკუთარი თავი და მე იმ წუთში დაიბადა ჩემში ის, რომ ღმერთო შემეწია ამ ჩემს სიგლახაკეში. დამეხმარე გევედრები და ხშირ შემთხვევაში ეს ჩვენიც დაგლახაკება და სიგლახაკეც არის ხოლმე გამოწვეული რაღაცა პრობლემები აქვს ადამიანს, ან ცხოვრებაში რაღაცა დაეცა, წავიქეცით, ან რაღაცა დაავადება აქვს ადამიანს, ანუ რაღაცა ცხოვრება ყოველთვის რაღაცით გვამდაბლებს. და აი როდესაც ესეთები მოვდივართ, აი მაშინ იბადება ადამიანში ზუსტად მეორე ნაწილი, აი სულიერი ცხოვრების პირველი ნაბიჯიდან აი ამ საკუთარი თავის შემდეგ მეორე ნაბიჯად იბადება აუცილებლად გულმხურვალე ლოცვა. აი ლოცვა, მხურვალე ლოცვა და თხოვნა შეწევნისა, რომ დამეხმარე. იმიტომ რომ ნახეთ, თუ შენ დასახმარებელი არაფერი არ გაქვს, მაშინ ღმერთთან რატომ მიდიხარ? ანუ ღმერთთან მივდივარ ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ შეწევნა გვინდა ღმერთისა, აუცილებლად შეწევნა გვინდა ღმერთისა და როდესაც ხვდები რომ შეწევნა მინდა ღმერთისა, ჩემ მდგომარეობას ვიაზრებ და ხვდები რომ შეწევნა მინდა ღმერთისა, აი ამაში იბადება უკვე მხურვალე ლოცვა. აი ლოცვა იბადება უკვე ადამიანისა, რომ ღმერთო, ევედრები შემეწიე რა და დამეხმარე. ხშირად არის ეს ჩვენივე სიტყვებით ვიწყებ თავიდან, რომ ჩვენივე სიტყვებით ვიმართავთ, აი ადამიანი თქვათ იქ სანთლის დასანთებად მიდის, ან უბრალოდ ტაძარში მიდის, რომ დააკვირდეს რა ხდება და აი იქ არის ხოლმე ხშირად, აი ბევრჯერ მინახავს მაგალითად ცრემლ-მორეული ადამიანები, რომლებიც მაგალითად აი როგორ გითხრათ, აი გრძნობენ ამ თავის წაქცევას, დაცემულობას, აი კუთხეში დგანან ხოლმე, შეიძლება მსახურებაზე არა, მაგრამ სამსახურიდან გამოდიან და თავისი სულის სიმძიმე, აი რაღაცა გარკვეული ღმერთთან მოაქვთ ხოლმე და აი ესე ტირიან რაღაც, აი ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გაიაზროს და თავისთავად უკვე სულიერად მცხოვრები ადამიანი მუდმივად ამ მდგომარეობაშია. მაგრამ ეს მდგომარეობა სიმძიმედ კი არ აწვება ადამიანს, უკვე სულიერად მცხოვრებ ადამიანს, არამედ ეს არის მისი ცხოვრება. ანუ ღვთის წინაშე მუდმივად იგრძნოს საკუთარი დაცემულობა, ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა. რომ ამპარტავნება და ეგოიზმი იქნეს დაძლეული. უმთავრესად საკუთარი ნების უარყოფა იყოს დაძლეული. როგორ უნდა უარყო?
ანუ როცა წამომივა აზრები რომ მე ისე იგი რამეს რო გავაკეთებ არ რაღაცის საშუალება მომეცა იმ წუთში ისე იგი რომ აი მე რა მაგარი ვარ რაღაცა და იმ წუთში უნდა ღმერთის წინაშე დააყენო ანუ სულიერად ცხოვრებმა ადამიანმა იცის როგორ დაიცვა სამისგან თავი და იმ წუთში ღვთის წინაშე დააყენებს საკუთარ თავს და იტყვის რომ იცი რა უფალო შემეწიე შემინდე მე რომ ისე იგი აი და მადლობა შენ იმისთვის რომ მომეცა საშუალება და ძალა რომ რაიმე სიკეთე გამეკეთებინა ან თუნდაც რაღაცა ისე იგი შეიძლება ადამიანმა ან ცოდნა მიეღო ან რაღაცას მიუხვდი უბრალოდ რაღაც სულიერ ცხოვრებაში ანუ მეორე ნაწილი ანუ ვიცოდეთ ყველამ რომ მეორე ნაწილი აქედან იბადება ლოცვა სხვა შემთხვევაში ლოცვა არ დაიბადება სხვა შემთხვევაში ლოცვა ეს არის უბრალოდ აი როგორ გითხრათ იცით აი რაღაცა გამეორება რაღაცა სიტყვებისა რომელიც გულიდან მომდინარე არ არის. მხოლოდ შემოსვლილი გულიდან, დაგლახაკებული სულიდან, დაგლახაკებული გულიდან და საკუთარი არარაობის შემეცნებიდან ღვთის წინაშე იბადება ჭეშმარიტი ლოცვა. მხოლოდ ამ დროს არის ადამიანი მლოცველი. ახლა ლოცვის ფორმებიც იცით, ეს სამი ლოცვა არის, ხო? ეს არის მოკლედ თხოვნითი ლოცვა, ეს არის ისე იგი სადიდებელი ლოცვაა და ეს არის სინანულით სათქმელი ლოცვა, ხო? როდესაც ადამიანი მოკლედ სამი სახეობა არსებობს თავისთავად ლოცვისა, როდესაც ვითხოვთ, როდესაც ვმადლობთ და როდესაც ვადიდებთ. ანუ თხოვნითი, სამადლობელი და ანუ სამადლობელი, სავედრებელი, სამადლობელი და სადიდებელი. ანუ ეს სამი ფორმა არსებობს ლოცვისა, მაგრამ პირველი ფორმა ლოცვისა ეს არის ყოველთვის სავედრებელი ლოცვა. ანუ ჩვენ ვითხოვთ ღმერთისაგან, უფალო შემეწიე, შეეწიე ჩემს დაგლახაკებულ სულს. ანუ იცოდეთ, ვიღაცა რო იტყვის, რომ აი ლოცვას ვერ ყურადღება მეფანტება, ვერავ ლოცულობ, ეს იცოდეთ, ეს არის საკუთარი ამპარტავნების, საკუთარი სულის სიგლახაკის და საკუთარი ამპარტავნების ბრალი და საკუთარი სულის სიგლახაკის არ დანახვისა, საკუთარი დაცემული ბუნების არ დანახვისა და საკუთარი არარაობათ, ანუ ღვთის წინაშე არარაობათ არ ხარ შენ დადგმული და ამიტომ ვერ ეტყვი უფალს, რომ უფალო დამეხმარე. ერთადერთი რაზეც შეიძლება უთხრას ადამიანმა დამეხმარე არის ისე იგი ეს მინდა და ის მინდა, ვთქვათ, კარგი ბედი, კარგი იღბალი, რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა მაგარ და დამეხმარე, ანუ ყოფით ცხოვრებაში რაც შეიძლება რომ მომეცი და დამეხმარე, ეს რა თქმა უნდა ყველა ადამიანმა კარგად იცის, იმიტომ რომ ხვდები რომ არა მაქვს. აი ხვდები რომ აი რაღაცა ნივთი არ მაქვს, ჯანმრთელობა არ მაქვს და ხვდები რომ უნდა ვთხოვო რომ მომეცი, იმიტომ რომ სხვა ვერავინ მაძლევს ამ ჯანმრთელობას, მაგრამ ადამიანმა საკუთარი სულის სნეულება დაინახო, საკუთარი დაცემულობა დაინახო, ეს სულ სხვა რამე არის და ეს აუცილებელი არის. სულიერ ცხოვრებაში სხვაგვარად შეუძლებელია. აი ხშირად არის ხოლმე აი რაღაცა ადამიანები ეს ეკლესიაში რაღაც ესეთი როგორ გითხრათ, იცი, გამოიყურებიან ხოლმე, გეგონება, ესე იგი, ვიტყვი რომ ანუ საუბრობენ თუნდაც რაღაცა რომ იტყვი რომ ესე იგი, არ ვიცი, აი უკვე ყველაფერი რო იცის ადამიანმა და თითქოს რაღაცა ესე იგი უკვე დიდი გონია საკუთარი თავი ღვთის წინაშე იცოდეთ ასეთი ადამიანი დიდ ხიბლშია და ხიბლზე იტყვიან ხოლმე ამპარტავნებაში და ხიბლშია და ასეთ ადამიანზე იტყვიან ხოლმე რომ ამე ბიძახია რომ ძალიან ძნელია ადამიანი დაეხმაროს, იმიტომ რომ ადამიანის ნათქვამი მას არ ესმის. ერთადერთი ვისაც შეუძლია მართლა დაეხმაროს და ეს არის ღმერთი. მხოლოდ და მხოლოდ ღვთის მოწყალება არის შესაძლებელი, ღვთის სიყვარული და ღვთის მოწყალებაა შესაძლებელი რომ ასეთ ადამიანს დაეხმაროს. ვინც გინდა იყოს და მით უმეტეს უნდა ყურადღებით იყვნენ ამის შესახებ სამღვდელო პირები, რაც არ უნდა მაღალი იყოს, ესე იგი, რაც უფრო მაღალია იერარქიულად სამღვდელო პირი, ხო, მით უფრო მეტი მოეთხოვება ეს სიმდაბლე, იმიტომ რომ ბოროტი უფრო ახლოს არის ჩასაფრებული რომ გაამპარტავნოს და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა შეაქმნევინოს და მე ამას ახლა რაზეც გელაპარაკებით საკუთარი თავიდან გესაუბრებით, იმიტომ რომ მეც მქონია და მეც მაქვს ხოლმე ასეთი მოკლედ გარკვეული გამოვლინებები და თუკი არასულიერი ცხოვრება და არა მამათა გამოცდილება, სახელმწიფო წერილისეული ცოდნა და მამათა გამოცდილება, რა თქმა უნდა ცალსახაა რომ ესე იგი ადამიანი გადავარდები ხიბლში და ადამიანი გადავარდები საშინელ ამპარტავნებაში. ანუ მეორე ნაწილიც გავარკვიეთ, ეს არის ისე იგი ლოცვა, სადაც იბადება ლოცვა. ლოცვა შეუძლებელია დაიბადოს სხვაგვარად
სულის სიგლახაკის გარეშე. მესამე საშუალება ეს არის, ნახეთ, როდესაც ლოცულობ ადამიანი, ანუ ესე იგი სულის სიგლახაკე გაქვს, ლოცულობ ადამიანი ღმერთისადმი და აქ უკვე არის მესამე ნაწილი, რომ შიში უნდა შემოვიდეს. ნახეთ, ღვთის შიშთან ერთად უნდა შემოვიდეს შიში, რისიც მორიდება რიდი, რისა იცი რომ როგორ გითხრათ, იცი ცოდვას უნდა მოერიდო, აი უნდა ხვდებოდე რომ შენს დასაცემად და შენს ისევ წასაქცევად, შენ სულიერი სიკვდილისთვის მუდმივად ჩასაფრებული არის ბოროტის სული. აი პავლე მოციქული იძახეს, რომ არ არის ჩვენი ბრძოლა სისხლთა და ხორცთა მიმართო, ანუ ადამიანების ამწუთი სოფლის არა, არამედ ისე იგი სულთა მიმართო, ანუ სულთა მიმართო, არაწმინდა სულებზე აქვს საუბარი, ანუ რომლებიცო ცის ქვეში არიანო. ანუ ეს არის ჩვენი სულიერი ბრძოლა. აი რასაც ვიძახით, სულიერი ბრძოლა და მუდმივად შიში უნდა გქონდეს ადამიანმა, რომ არ დაეცე. ეს შიში პანიკური შიში კი არ არის. ეს არის ყურადღებითი შიში. ნახეთ, შიში ღვთისა, რა თქმა უნდა, აი ზემოთ ვთქვით ჩვენ მოკრძალება, ეს არის ღვთის წინაშე მოკრძალება, მერე ლოცვა იბადება და მესამე ნაწილი ეს არის მუდმივად ადამიანი ყურადღებით იყვე და მუდმივად ადამიანს გარკვეული შიში გქონდეს იმისა, რომ არ დაეცე. მაგალითად, რა შიშზეა ლაპარაკი? აი გეპატიჟებიან ადამიანს სადმე, აბიცე მარტი მაგალითს მოგიყვან, ხო, მარხვაზე ხარ, ან გარკვეული ღვაწლი გაქვს აღებული ადამიანს, ხო, რაღაცა, მოკლედ, აი გინდა რომ ღვთის მცნება, ეს მცნება იყოს, ანუ დაიცვა ეს მცნება, მაგრამ ხვდები ერთ რამეს, სადღაც გეძახიან რომ მოდი, სადღაც გეძახიან რომ წამოდი და ხვდები რომ იმდენად სუსტი ხარ, ნახეთ, იმდენად სულიერად სუსტი ხარ და იმდენად სულიერად შენ ჯერ გლახაკი ხარ, აი მაგალითად მსმელი ადამიანი, ხო? და რაღაცა შეეცადა სულიერი ცხოვრება დაეწყო, თითქოს სასმელს თავი დაანება და ამავე დროს ლოცვაც დაიწყო ღვთის წინაშე და ნახეთ, დამიძახეს სადღაც, რომ იცი რა, წამოდი სუფრაზე. ეხლა აქ ადამიანს აუცილებლად უნდა გქონდეს, აი როგორ გითხრათ, იცი, შიში, ოღონდ ეს პანიკური შიში კი არა, არამედ ყურადღებიდან გამომდინარე შიში, რომ ვაიმე, მე ისევ არ ვწუნდე და არ დავეცე. პირველ ეტაპზე ეს აუცილებელია და განწმენდის პერიოდში, როდესაც ადამიანი განწმენდის პერიოდს გადის, ეს აუცილებელი არის. ანუ გახსოვდეთ, როდესაც სულიერ ცხოვრებას დაიწყოთ, ეს მესამე ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად შიში მქონდეს და მახსოვდეს, რომ სადღაც არ წავიდე, რომ არ დავეცე. ანუ არ მივალ მე იქ, იმიტომ რომ ვიცი, რომ წავიქცევი. არ მივალ მე იქ, იმიტომ რომ ვიცი, რომ მოკლედ ცოდვაში ჩავარდები. აი ეს მესამე ნაწილი, ანუ მუდმივად უნდა სდევდეს ადამიანს. აი მუდმივად საკუთარი ნების უარყოფა, საკუთარი არარაობა, ანუ ნების უარყოფა ხდება გამომდინარე აქედან, რომ მე მინდა წასვლა, მაგრამ უნდა შემეძლო საკუთარი ნება უარყო, რომ არა, იმიტომ რომ მე შინია არ დავეცე. ნახეთ, ანუ ნების უარყოფა ნიშნავს ამას, რომ არ წავალ იქ, იმიტომ რომ ნახე, კი ვიცი რომ იქ რაღაცა სიამოვნება, ვიცი რომ იქ რაღაცა მოდის ფიქრები, რომ აუცი რა კარგია იქ, ვიღაცები გეუნებია რომ ესეა, მაგრამ გარკვეული შიში მაქვს იმისა, რომ არ დავეცე ისევ და არ წავიქცე ისევ. ქალბატონებზე ვიტყვი, მაგალითად რაღაცა ყველაზე ისეთი ჭორაობა, ხო, რაღაცა სულ მუდმივად ახლა არც მამაკაცები იკლებენ ამას, მაგრამ უფრო მეტად ხო არის, როცა ჩავარდებიან ქალბატონები, სულ ორნი რო არიან, მესამეზე საუბრობენ, სამნი არიან, მეოთხეზე საუბრობენ, მეხუთეზე და ასე შემდეგ. ანუ, როდესაც ვიცი, რომ მეძახიან იქ, სადაც მე ვიცი, რომ უნდა აი ეს სიტუაცია შეიქმნეს, რა თქმა უნდა, შიში უნდა მქონდეს და ნახეთ, ეს შიში რომ წავიდე, იქაც უნდა მქონდეს, იმიტომ რომ ეს შიში იქნება და რომელიც ყურადღებით მამყოფებს, რომ იმ ცოდვაში მე თვითონ მე პირადად არ შევიდე. ამიტომ ეს მესამე ნაწილი გვახსოვდეს ძალიან თავს ყველას კარგად, რომ ყურადღებით ვიყვეთ და შიში გქონდეს, არ დავეცე. საკუთარი ნების უარყოფა უნდა ახლდეს ყურადღება და შიში იმისა, რომ არ დავეცე. ამიტომ ესეც ნების უარყოფა არ წავალ, მინდა, მაგრამ არ წავალ, ისე იგი მინდა, მაგრამ არ ავიღებ, მინდა, მაგრამ არ ვიყიდი
იმიტომ რომ მოკლედ ისევ და ისევ შეიძლება რომ დავეცი. და მეოთხე საშუალება ნების უარყოფისა ეს არის როდესაც თუნდაც რომ აი წახვედი, ნახეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, წახვედი, დაეცი და აი აქ დაინახო. აი ნახეთ, ისე იგი არ გეჯერა შენ რომ დაეცემოდი. ეგონა რომ ძლიერი იყავი. ისევ ამპარტავნება შემოგეპარა. ანუ შენ გაიაზრე რომ იქ სადღაც არ უნდა წასული, უნდა წავიდე, მაგრამ თქვი, ცირა მე ძლიერი ვარ. მე წავალ მაგალითად და არ დავლებ. მე წავალ მაგალითად და რაღაცა ცუცაქციელს არ გავაკეთებ. მე წავალ, მაგრამ არ ვიჭორავებ. ხო? წახვედი, მაგრამ დაეცი იქ. აი როგორც პავლე პეტრემოციკული გახსოვ, რომ უფალო მე მზათა ვარ შენსთან ერთად რომ სიკვდილზეო და უფალი ეუბნება რისთვის ხარ რომ მზათო ამ ქათმის ყოფამდეო სამგზის უარყოფ მეო. და ასეც მოხდა. დაეცა პეტრე, ხო? აი ეს მდგომარეობა, ანუ საკუთარ ნებაზე მინდობილი იყო პეტრე, რომელმაც თქვა რომ მე ამას ვიზავ. და გაყვა მაცხოვარს, წაყვა იერუსალიმში მაცხოვარს, გეთსემანის ბაღში წაყვა მაცხოვარს, მაგრამ უარყო, დაეცა, გაიქცა. ანუ სულმოკლეობა გამოიჩინა. ამიტომ უფალი ხშირად უშვებს ამას, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარი ნების უარყოფის გზაზე დგება, როდესაც წავედი და დავეცი, მივხვდი რომ ეს, ისე იგი მე ამპარტავნებით, აი აქ უნდა მივხვდე რომ მოგივიდა ამპარტავნებით. აი აქ უნდა მივხვდე რომ მოგივიდა ამპარტავნებით და ანუ ნათლად დაინახო ადამიანმა საკუთარი უძლურება ისევ და ისევ. და ისევ დაუბრუნდე ზედა ნაწილს, დავინახე საკუთარი უძლურება და ისევ წარმოიშვა გულმხურვალე ლოცვა ჩემში. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, აი რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, პირველი ნაწილი რომ სულიერი ცხოვრება საკუთარი ნების უარყოფის გარეშე უბრალოდ არ არსებობს. და ნუ ეხლა აღარ გავიმეორებ, რაც ჩამოგითვალე და ეს ყველაფერი უნდა მოსჩანდეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მით უმეტეს ყველას გეუბნებით, მით უმეტეს ეკლესიის წიაღში, როდესაც ჩვენ ტაძარში მსახურებაზე ვართ. როდესაც ჩვენ თუნდაც მსახურებაზე არ ვიყვეთ, შევდივართ ტაძარში. აი კიდე გავიმეორებ რა და ბარე ვიტყვი ამას, რომ სისულით, აი ყოველად დაუშვებელია ტელეფონებზე საუბარი ტაძარში, ყოველად დაუშვებელია უბრალოდ რომ ისე იგი როგორ გითხრათ ახლა იქ ფანატიზმამდე კი არ უნდა გადავიდეს, რა თქმა უნდა იქ დაინახავთ ადამიანს, შეიძლება ვიღაცამ დაურეკა და მაგრამ მის მოკრძალებასაც ხედავ, მაგრამ მსახურებაზე რა თქმა უნდა, მსახურებაზე არც განიხილება, მსახურებაზე ტელეფონი უნდა იყოს გამორთული. ერთხელ ერთ-ერთმა ისეთ სულიერმა ადამიანმა მითხრა ასეთი რაღაცა, რომ ამო იმაზეო მსახურების დროს, მით უმეტეს წირვის დროსო გამორთე, მსახურების დროსო გამორთე ტელეფონიო. ან დაუწიე საერთოდ და დადე ცალკეო. რატომ მეთქი რომ უთხარი და ასეთი რაღაც მითხრა, რომ წირვიდან მაინც ხო ვერ წახვალო. რაც არ გინდა ხდებოდეს ლიტურგიიდან, ხო ან წირველი მღვდელი ხარ, ხო ვერ წახვალო. მაინც უნდა დაასრულო ეს წირვა და მე მოგიწევს წასვლაო და შფოთით რატო უნდა იდგე წირვაზე. მიანდე ისწავლე რომ ღმერთს მიანდო, თუნდაც ის 2 საათი, რომელ თუ 3 რამდენი ხანიც გიწევს წირვაზე ყოფნა, ისწავლე რომ ღმერთს მიანდო, თუნდაც საკუთარი ოჯახით, საკუთარი შვილებით, საკუთარი განსაცდელებით, საკუთარი წუხილებით, საკუთარი ბიზნესის და ყველაფერი, რასაც შეიძლება შენ გონებაში ატარებდე და წუხდე რაღაცაზე და ნერვიულობდე. 2-3 საათით ღმერთს მიანდე. თუ კი შენ მართლა გინდა რომ ანუ რწმენა დაიბადოს შენში, ცოცხალი რწმენა დაიბადოს შენში და ნამდვილია ეს. ეს არა მხოლოდ სამღვდელო პირს ეხება, არამედ მსახურების დროს ესეც ეხება ერის ადამიანებს, იმიტომ რომ მე აი ხშირად უყურებ ხოლმე ხა ჩვენთან სამრევლოში, მადლობა ღმერთს, რაღაც ამაზე ვსაუბრობ და მუშაობთ, მაგრამ აი თუ სადმე ვყოფილ ვარ სამრევლოში, აი მით უმეტეს სტიქაროსნები, მით უმეტეს მგალობლები, მით უმეტეს აი სამნად შორის ეკლესიის წევრებიც, ანუ სამღვდელო პირებიც, აი ხან კვერექსიდან კვერექსამდე, ისე იგი ტელეფონს ამოიღებენ, ვიღაცას უპასუხებენ, ან გადახედავენ რაიმე ინფორმაციას. მოკლედ, აი ყოველად დაუშვებელია, ეს არასულიერებაზე მეტყველებს. ეს აი იცოდეთ, რომ ეს არის აი
რავი, რა გითხრათ, цаრივლები წამოხვალთ, მუდმივად цаრიელი იქნებით სულიერად, იმიტომ რომ უფალი ამ დროს არ მოქმედებს. ოდესაც შენი ფიქრები და აზრები აქ გაქვს, ისევ ან გარეთ ხარ, ან ტელეფონში ხარ, ან ნებისმიერ სადმე ხარ, ღმერთი ვერ ურთიერთობს, იმიტომ რომ შენ გული და გონება მისთვის დათმობილი არ გაქვს. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა ვინც გინდა იყოს ეს. ანუ მე გასწავლე თავში რომ დაინახე და იტვირთე, ვინც არ გინდა დაინახოთ, რომელიც მსახურების დროს ტელეფონზე ლაპარაკობს და რაღაცა გადის გამოდის, მით უმეტეს ტაძრის სივრცეში, როდესაც მსახურება მიემართება, ეს არის, ესე რომ ვთქვათ, კიდევ ვიძახი, 1000-ში ერთხელ რაღაცა ხდება და არ შეიძლება ადამიანზე განაჩენი გამოიტანო, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ეს არის არასწორი ქმედება. ეს არის ისე იგი დაუშვებელია ეკლესიის წიაღში, ტაძრის წიაღში და ახსენდება ახლა მოვიყვან ასეთ მაგალითსაც გახსოვთ, ხშირად მოყავთ ხოლმე ეს რომ უფალი რო ტაძარში შევიდა და ისე იგი რო გამორეკა იქიდან მსყიდველები და გამსყიდველები, დღეს როგორ გვეხება ეს? ადამიანი რომელიც ტაძარში დგას და რაც მე ვთქვი, საკუთარ ანუ ფიქრობს რა გავყიდე, ანუ საკუთარ ბიზნესზე ან რაღაცა ისე იგი გონებით სულ სხვაგან არის. მე ყოველთვის იფიქრეთ, რომ ამ დროს უბრალოდ ქრისტე დგას შენს წინაშე და ეხა მათ ესე რომ ვთქვათ, არ გეუნება რომ ეხა შენ, ანუ გეუნება ესე რომ ვთქვათ, რომ შენ არ ხარ ეხლა ჩემთან. შენ არ ხარ ეხლა ჩემთან, არანაირად შენ ჩემთან არ ხარ, იმიტომ რომ შენ სხვაგან ხარ. აი ეს ესე რომ ვთქვათ, შოლტი, რომელიც უფალმა შეხვდა, შექმნა ეს შოლტი გვხვდება ხოლმე ჩვენ. თამან უნდა გამოგვაფხიზლოს. აი წინაზე გითხარით, რომ წმინდა წერილის რაღაცა ადგილი უნდა გამახსენდეს და ეს ადგილი გაგახსენდეთ ხოლმე, როდესაც საუბარს დაიწყებ მსახურების დროს ტაძარში, როდესაც ტელეფონს ამოიღებ და რაღაცას გაკეთებ, გაიხსენდეთ ეს ფრაზა. ეს ადგილი სახარები და რომ ეხლა მაცხოვარი დგას, შოლტი აქვს შექმნილი და აქ ამ შემთხვევაში სულიერი შოლტი იგულისხმა და გეუნება რომ რასაკეთებ და გაფხიზლებს. გამოფხიზდი, გადადე ეს ტელეფონი, ლაპარაკი ენა გააჩუმე. და ანუ შენ ჩემთან მოხვედი, ანუ ჩემთან საურთიერთობოდ მოხვედი და რასაკეთებ ამას. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ და ეს ეხება სულ ყველას. ჩვენ ყველას გვჭირს ეს, ანუ ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს ამისი დღეს ეკლესიის ცხოვრებაში და ეს თავისთავად სულიერ უმწიფრობაზე მეტყველებს. მათ შორის ყველას სამდელო პირებიდან ვიწყებ, ჩემი თავიდან ვიწყებ ამას და ყველა ვინც არ გინდა იყოს, როგორი რამხელა იერარქიისაც არ გინდა იყოს ადამიანი, ხო, ყველას გვაქვს, ანუ ეს სულიერ უმწიფრობაზეა ლაპარაკი და ესე რომ ვთქვათ, სულიერი ცხოვრების არცოდნაზე და გამოუცდელობაზეა საუბარი. არ გაგიკვირდეთ. შეიძლება ადამიანი ხარისხშიც იყოს, მაგრამ სულიერად არ იყოს მომწიფებული, იმიტომ რომ თავისთავად დღეს ჩვენ გვყავს სამდელო პირები, რომლებიც 25 წლისები არიან, ზოგი მე ვიცი 20 წლისა იყო, 22 წლისა იყო და უკვე მღვდელი იყო. ხდება ასეთი რაღაცები. ეს უკვე მოკლედ პასუხისგებლობა იმ ადამიანებისაა თავისთავად, რა თქმა უნდა, მაგრამ აი სულიერი უმწიფრობის დროს, ოდესაც ხდება ეს ადამიანი ვერ იგებს, თუნდაც სამდელო პირი იყოს, ვერ იგებს იმას და ამიტომ თავისთავად ეს აჩენს ხოლმე პრობლემებსაც აჩენს, გარკვეულწილად პრობლემებს, იმიტომ რომ ოდესაც ისე იგი წინამძღვარი არ ითვალისწინებს რაღაცას, რა თქმა უნდა, მრევლიც ემსგავსება ხოლმე მერე მას და მე ბევრჯერ მithქვამს, აი როდესაც რაიმეთი აღშფოთებული ყოფილა რაღაცა ან ოჯახური პრობლემებიდან გამომდინარე, ან ისე იგი ცხოვრებისეული პრობლემებიდან გამომდინარე რაღაცა, აი შფოთი მქონია შინაგანი და მსახურებაზე ვდგევარ, აი დამიჯერეთ, რომ მრევლიც ამ შფოთშია. მრევლიც ყოველთვის ამ შფოთში ყოფილა. აი რაღაცა თითქოს ისინიც გძნობენ ამას და თვითონაც შფოთი, მაგრამ როდესაც წინამძღვარი, ანუ ვისაც მსახურება მიყავს იმ დროს, ანუ მე წინამძღვრე ვინც არის მსახურებაზე, ის თუ შინაგანად დამშვიდებულია და შინაგანად სულიერად მოწესრიგებულია, რა თქმა უნდა, ეს გარშემო მყოფებზეც თავისთავად, ანუ სამრევლოზე და ეკლესიაზეც თავისთავად მოქმედებს. ამიტომ ეს არის სულიერი კანონი. ანუ ეს სულიერი კანონია, როგორ მდგომარეობაში არის წინამძღვარი სულიერად, რა თქმა უნდა, ის თავისთავად გადა, იმიტომ რომ მისი სულიერი სწორ მდგომარეობაში ყოფნა ლოცვაში დაისახება, სწორად დგომაში მსახურების დროს მოწესრიგებულად, გაწონასწორებულად, მისი დგომაც, მისი მოქმედებების ყველაფერი არის, ისე იგი სულიერი ესე რომ ვთქვათ და სულიერ ცხოვრებას შეესაბამება და ამავე დროს ყველანი ცდილობენ მიბაზონ მის წინამძღვარს
და როდესაც წინამძღვარს ბაძავენ, თავისთავად მსახურება უკვე როგორ არის იცით? აი ერთხელ მახსენდება მსახურებაზე ვიყავით იმაზე გორში საკათედრო ტაძარში და ისე იგი შუაკვირაში ცოტა ხალხია ხოლმე და ისე ყუდრო მსახურება იყო, მგალობლებიც არ იყვნენ, მე დავითნე პასუხობდა იმაზე კვერექსებზე და ისე იგი შემოვიდა ხმა გავიგე საკურთხეველში რომ შემოვიდა ალბათ ქალბატონი, რა თქმა უნდა ქალბატონი იქნებოდა და აი ისე ქუსლიანი ფეხსაცმელები რო არის ესე აი რაღაცა ერთი 4 ნაბიჯი გადადგა ისეთი რომ აი ესეთი აი თან დიდი ტაძარი ესე იგი ცელი ტაძარია და ისე იგი ეკოც იყო ამ იმაზე და რა უცებ ამ 4 გადადგმული ნაბიჯის მერე შეწყდა და რა მოხდა თურმე მე რო ვიკითხე გარეთ რო გამოვედი მოხდა ასეთი რამე რომ როდესაც ეს სიმშვიდე, როდესაც ეს რაღაცა ადამიანების ლოცვის გარემო შეეჩეხა ეს ადამიანები, თურმე ფეხის წვერებზე აიწია და ისე გადაადგილდებოდა ტაძარში, იმიტომ რომ როდესაც დახვდა გარკვეული სიმყუდროვე და დახვდა გარკვეული ლოცვითი გარემო, თვითონვე იგრძნო ადამიანმა, რომ მისი ეს ხმაური, რომელიც მან წუთი სოფლიდან შემოიტანა, ხო, შეუსაბამო იყო იმ გარემოს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენც აი ამას უნდა მოკლედ ვითავისებდეთ და ამას უნდა თავისთავად ვითვალისწინებდეთ. აი ეს გარკვეულწილად ეს მინდოდა რომ მეთქვა დღევანდელ დღეს, ბევრს აღარ გადაგღლით, ამაზე საუბრით, შემდეგი მოკლედ აი ერთი პატარა მუხლი წავიკითხეთ, ეს არის აწყისი, აი რაზეც ხო, ნების უარყოფაზე, ყველა სიკეთე უფლისგან გვენიჭება და ვისაც ეს წამსო, გვეუბნება მარკოს მარხველი ის უფლის მიერ სიკეთეებს არ დაკარგავს. ამიტომ თუკი ჩვენ ვფიქრობთ, რომ სულიერ ცხოვრებაში უნდა წარმოვემატოთ, ამას მიაქციეთ ყურადღება, რაზეც დღეს მოკლედ გარკვეულწილად ვისაუბრეთ და შემდეგი საუბარი უკვე გარკვეულწილად შეეხება შემდეგ ნაწილებს ჩვენი სულიერი ცხოვრებისა, მარკოს მარხველთან ერთად კიდევ ერთხელ გადავდგავთ ნაბიჯს და უკვე შემდეგი საუბარი ალბათ რწმენაზე გვექნება. რადგან შემდეგი მუხლი ზუსტად ამასთან დაკავშირებით არის, რომ მტკიცე რწმენაზე და რომ ის ძლიერი ციხესიმაგრეა და ანუ რა არის სარწმუნოება ზოგადად, ანუ მოდესაც საკუთარი თავის ისე იგი უნდობლობა მაქვს, არარაობა, სიგლახაკე შევიცანი და შემდეგ აი უნდა უკვე ასეთ ადამიანში უკვე რწმენა იბადება, აი ამ დროს იბადება რწმენა, აი აქ შემოდის უკვე რწმენა გარკვეული უხილავი სულიერი კანონებისა და ცხოვრების. მანამდე სარწმუნოება არ არსებობს. დამიჯერეთ, ამ პარტავან ადამიანს სარწმუნოება არ გააჩნია. ეგოისტ ადამიანს არანაირი ქრისტეს სარწმუნოებას გულისხმობ, ჭეშმარიტ სარწმუნოებას გულისხმობ, თორე ყველას რაღაც ისას წამს ახლა მაგას ვიღაცას რაღაცა მიღმიერი სამყაროსი რაღაცეებისა მოკლედ ყველას წამს იმას, რასაც თვალით ვერ ხედავს და ადამიანი საკუთარი ნებით ვერ იმორჩილებს, თორე ახლა მე ვიძახი ჭეშმარიტ სარწმუნოებას. იმას, ვისაც სული სიგლახაკი არ აქვს და ამპარტავნება და თავმაღლობა გააჩნია და ეგოისტია ადამიანი და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, შეუძლებელია ამ ადამიანში ლოცვა დაიბადოს, შეუძლებელია ამ ადამიანში მოკლედ შიში დაიბადოს გარკვეული, ანუ ღვთის მოშიშება და დაცემის შიში, ანუ ცოდვის შიში და დაიბადოს ადამიანში და მით უმეტეს რომს დაეცემა ადამიანი, მისთვის არაფერი არ იქნება, ანუ შეუძლებელია ასეთ ადამიანში ცოცხალი რწმენა დაიბადოს, ანუ ძლიერი რწმენა დაიბადოს, ეს არის გამორიცხული. ამიტომ თუ თავმდაბლობა არ აქვს, გახსოვდესო არ სარწმუნოება არ აქვს. სულ რომ დაბერდე ეკლესიაში, სულ რომ მოკლედ იქ იყვე, ვინც არ გინდა იყვე. ისე იგი რა ხარისხსაც არ გინდა ატარებდეს, სამღვდელო პირი იყავი თუ მთავარი იყავი თუ ვინც არ გინდა იყავი, თუ კი თავმდაბლობა არ გაგაჩნია, თუ კი სიმდაბლე და სული სიგლახაკი არ გააჩნია ადამიანს, უბრალოდ მას ცოცხალი სარწმუნოება ვერ იქნება და ვერც ლოცვა ექნება. შეუძლებელია მას ლოცვა კონდეს. შეუძლებელია. აი მაკარი დიდი გაიხსენა დილის ლოცვაში რას იძახის. დილის ლოცვას ხო კითხულობთ ხოლმე, პატარა ლოცვა რო არის გახსოვთ? როგორ იძახის მაკარი დიდი რომ რამე თუ არა მიქმნიეს კეთილი წინაშე შენცა. ანუ მაკარი დიდი იძახის რომ მეო შენ წინაშე ერთი კეთილი და მაკარი დიდი გარდაცვალების დროს სინათლე ადგაზეთ. ანუ როგორც მზის სხივები ესე იყო განათებული და ის იძახდა, ხო? ანუ ისე იგი რომ არაფერი კეთილი არ მიქმნიესო შენ წინაშეო.
ასეთ ადამიანებსაც სიმდაბლე, თურმე მათაც კი სიმდაბლე და სული სიგლახაკე და საკუთარი ნების უარყოფა და საკუთარი თავის არარაობა ჩერაცხვა და დაცემის შიში აქვთ მათაც. მიხვდით რას გულისხმობ? ანუ წმინდანებსაც კი აქვთ, სიწმინდით ცხოვრებ ადამიანებსაც უნარჩუნდებათ ამაზე, რაზე ჩვენ ვსაუბრობთ და მით უმეტეს ადამიანებს, რომლებიც აი ამ წუთის სოფელში ცხოვრობენ. ამიტომ ვინც არ გინდა იყოს ადამიანი დაწყებული უბრალო ისეთი მრევლიდან, ახალმოსული მრევლიდან, დამთავრებული მაღალი იერარქიის წარმომადგენლობამდე, ანუ ეკლესიის სისავსზე, ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანი, ვისაც სიმდაბლე არ გააჩნია, საკუთარი სულის სიგლახაკი არ გააჩნია, საკუთარი ბუნების დაცემულობა არ აქვს გააზრებული, საკუთარი სისუსტეები არ აქვს და საკუთარი ღვთის წინაშე არარაობა არ აქვს აღმოჩენილი, მას არც ლოცვა ექნება, ისი ლოცვა რაც არ უნდა გამართულად, ლამაზად, ომახიანად, ისე იგი კვედექს ამბობდეს, მსახურებას ატარებდეს, რაღაცა ლამაზად გამართული იყოს ყველაფერი, რაც არ უნდა სტიქაროსნების თუ გალობლების ამ მსახურებას გარეგნულად იყოს ყველაფერი თითქოს თვალისთვის მიმზიდველი, როგორც ევასთვის გახსოვთ, ის ნაყოფი როგორი იყო, მიმზიდველი იყო თვალი, როგორი მიმზიდველი იყო, მაგრამ დაეცა მას რო შეეხო. ამიტომ თუ კი ადამიანს სიმდაბლე, შინაგანი სიმდაბლე არ გააჩნია, ვინც გინდა იყოს ეს ადამიანი, თავისთავად მას სულიერი, ანუ ლოცვა, ანუ ესე რომ ვთქვათ, ნამდვილი ლოცვა, ღმერთისადმი საუბარი, რასაც ქვია, ანუ ჭეშმარიტი ლოცვა შეუძლებელია ქონდეს და მაშასადამე გამომდინარე აქედან შეუძლებელია მას ჭეშმარიტი ცოცხალი რწმენა გააჩნდეს და გამომდინარე აქედან ვიღებთ რას? სიმდაბლის გარეშე და აი ამ საკუთარი ნების უარყოფისა და საკუთარი მოკლედ ღვთის წინაშე არარაობის შემეცნების გარეშე ადამიანი შეუძლებელია მოკლედ იყოს ქრისტიანი და სულიერი ცხოვრებით ცხოვრები ადამიანი. აი დღევანდელ დღეს ამაზე საუბარი მინდოდა. აბა გაიაზრეთ ახლა უბრალოდ დღევანდელი საუბარი და შეეცადეთ ვისწავლოთ ერთი რამ. რაც არ უნდა დიდი ხანი დადიოდეთ ტაძარში, რაც არ უნდა მაღალი იერარქია გქონდეთ ტაძარში, მსახურებაზე, მით უმეტეს ტაძარში მსახურებაზე, ყველგან რა თქმა უნდა, მაგრამ ტაძარში მსახურებაზე დავაბრუნოთ ჩვენი მოგზაურობა და სიმდაბლე. და ეს კი არ იყოს გარეგნული, უბრალოდ გარეგნული, რომ ვიღაცამ დაინახოს მე როგორი თამდაბალი ვარ. და რომ თამდაბლობა საკუთარ თავს თამდაბლად არ ხედავს, არამედ ღვთის წინაშე დავაყენოთ ყოველთვის თავი, როდესაც ეკლესიის წიაღში ვართ. ღვთის წინაშე დავაყენოთ თავი. ყველა ვინც არ გინდა ვიყოთ ეს. აბა მოკლედ მშვიდობიან ღამეს ისურვებთ და მოკლედ შენდობას გთხოვთ და მოკლედ მოგვიხსენიეთ. ერთმანეთი მოგვიხსენიოთ, რომ ღმერთმა სულის ძალები გაგვიძლიეროს და სულიერი ცხოვრების ესე იგი სურვილი გაგვიჩინოს და შემდეგ ამ სულიერ გზაზე დაგვაყენოს. ამ მშვიდობისა ღვთის წყალობა იყოს მუდამ თქვენთან. ამინ.